დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მავაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანი. ჩვენ იცით, რომ ადამიანზე ვსაუბრობთ და ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენი გადაცემის კონცეფციის საფუძველი არის განსაკუთრებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობის მიმართ. და თუ ჩვენ ადამიანის ჯანმრთელობაზე და ადამიანზე ვსაუბრობთ, მაშინ ჩვენ ვითვალისწინებთ მის სრულ ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობას და მისი სხეულის ჯანმრთელობა ამ ჯანმრთელობის შემადგენელი ნაწილია. როგორია ადამიანის ჯანმრთელობა ცალკეული ორგანოების ჭრილში. მოკლედ გაგახსენებთ, რომ ჩვენს ორგანიზმში არის წყვილი ორგანოები, რომელთაც თირკმელი ჰქვიათ. თირკმლები უზარმაზარ როლს ასრულებს ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის. ცალკეულ ფუნქციებზე მე არ გესაუბრებით, მაგრამ ყოველდღიურად მას რამდენიმე ლიტრი სისხლის გაფილტრვა უწევს იმისათვის, რომ გაფილტრული სისხლის შარდად აქციოს, გაწმინდოს ჩვენი ორგანიზმი არასასურველი ნივთიერებებისაგან და ამავე დროს შეძლოს ორგანიზმში წონასწორობის შენარჩუნება იმ წონასწორობისა, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობასაც და განსაზღვრავს დღეგრძელობასაც. რატომ არის მნიშვნელოვანი თირკმლის ჯანმრთელობის გააზრება ჩვენი ცხოვრების ფაქტორებთან მიმართებაში, სეზონური ცვლილებების ჭრილში, ამაზე ვსაუბრობ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში, თუმცა ვითვალისწინებთ იმ საერთო რეკომენდაციებსაც, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში აქვს თავისი დატვირთვა, როდესაც თირკმელზე ან სხვა ორგანოზე ვსაუბრობთ და საუბრობთ ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობის ჭრილში. როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, ჩვენ ვგულისხმობთ ყველა სისტემის, ყველა ორგანოს ჯანმრთელობას და აუცილებლად ვითვალისწინებთ მათ მიმართებას ადამიანის მიერ არჩეულ ცხოვრების წესთან. რა თქმა უნდა, ცალკეულ ორგანოებთან დაკავშირებით სხვადასხვა კავშირის აღქმა ბევრად უფრო ადვილია. მაგალითად, როდესაც საუბრობთ გულზე. მაგრამ არის თუ არა ასეთივე კანონზომიერება სხვა ორგანოებთან დაკავშირებით, დღეს ჩვენ თირკმელზე უნდა ვისაუბროთ და ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ექიმი ნეფროლოგი პროფესორი ბატონი გიორგი ფარქოსაძე. დილამშვიდობისა, გიორგი. როდესაც თქვენ წარგადგინეთ, მე სიამოვნებით კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ამ წარდგენას და ვიტყვი, რომ თქვენ ხართ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი მთელი ჩვენი გადაცემის ისტორიის მანძილზე. და ჩვენ გვაქვს საშუალება თქვენგან მოვისმინოთ ძალიან პრაქტიკული რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი თირკმლის ჯანმრთელობა ჩვენი ყოველდღიურობის გათვალისწინებით. დღევანდელი ჩვენი შეკრება ორ წახნაგს გულისხმობს. ერთი მხრივ ადამიანის ცხოვრების წესი და მისი გავლენა ორგანოს ჯანმრთელობაზე და მეორეს მხრივ სეზონი, რომელიც ასევე აირეკლება ხოლმე სხვადასხვა სისტემის და ორგანოს ჯანმრთელობას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც მე უკვე ვახსენე. მაგალითად, საზოგადოების ცოდნა, რომ გულის ჯანმრთელობა ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი ცხოვრების წესის ფაქტორებზე. როგორ გვძინავს, როგორ ვიკვებებით, როგორია ფიზიკური აქტივობა, აქვს თუ არა ადამიანს მავნეჩვევები, თამბაქოს მომხმარებელია თუ არა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ თავის ტვინის ჯანმრთელობაზე, შეგვიძლია ვისაუბროთ მაგალითად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობაზე და აქ გამოვიყენოთ ცხოვრების წესის იგივე ფაქტორები, მაგალითად კვება ვახსენოთ, ფიზიკური აქტივობა და ასე შემდეგ. თუმცა რატომღაც მგონია, რომ საზოგადოებას თირკმელთან მიმართებაში ცხოვრების წესის იგივე ფაქტორები უფრო ძნელად წარმოუდგენია. მაგალითად, რატომ შეიძლება იყოს თირკმლისთვის მნიშვნელოვანი რამდენი მძინავს, მავნეჩვევები მაქვს თუ არა, როგორია ფიზიკური აქტივობა და ასე შემდეგ. მოდით სწორედ ამ საკითხით დავიწყოთ საუბარი და ვთქვათ ცხოვრების წესის სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც ადამიანის ყოველდღიური არსებობის განუყოფელი ნაწილია, იქონიებს თუ არა გავლენას და აქვს თუ არა გავლენა თირკმლის ჯანმრთელობას. დავიწყოთ იქიდან, რომ ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სამედიცინო რეკომენდაცია ნებისმიერი ორგანოს ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც იწყება, პირველი არის ცხოვრების წესის შეცვლა. ამიტომ, როდესაც ჩემთან არიან პაციენტები კონსულტაციაზე, ჩვენი სახელმძღვანელო საერთაშორისო გაიდლაინებით პირველი რეკომენდაცია ყოველთვის იწყება ცხოვრების წესის შეცვლა.
რაც გულისხმობს ერთმნიშვნელოვნად სწორკვებას, ერთმნიშვნელოვნად ფიზიკურ აქტივობას, რომ დღის განმავლობაში თუ არ არის რაიმე სხვა ჯანმრთელობის დეფექტი, რომ 1 საათი მაინც სადღაც 5 კილომეტრი მაინც რომ ადამიანმა ფეხით იაროს, რასაც ასევე დარბაზებში კარდიოვარჯიშებს ეს ეძახიან, ჭარბად მარილი შემცველი პროდუქტების შეზღუდვა და რასაკვირველია, შაქრის შემცველი საკვების შეზღუდვა. ამით იწყება ყველა რეკომენდაციები ნებისმიერი ორგანოს ჯანმრთელობის შესახებ. რასაკვირველია, თირკმლის ფუნქციური დაზიანების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლძარღვის კედლის დაზიანებას, რაც ხშირ შემთხვევაში გამოწვეული არის მაღალი არტერიული წნევით, შაქრიანი დიაბეტით, ხოლესტერინული ცვლის მოშლით და ასე შემდეგ და ეს პრობლემები ერთმნიშვნელოვნად იღებს სათავეს არასწორი კვების რეჟიმით, თამბაქოს მოხმარებით, არასწორი ცხოვრების წესით, მათ შორის არასწორად შერჩეული ძილის და მუშაობის რეჟიმით, სხვადასხვა არც თუ ჯანმრთელი საკვები პროდუქტების მიღებით, ალკოჰოლით და ასე შემდეგ, ამის ძალიან შორს წავად. ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი ორგანოს ფუნქციონირება იწყება პირველ რიგში ცხოვრების წესის შეცვლით. თუ ჩვენ საუბრობთ ზოგართ პროფილაქტიკაზე, მაშინ თქვენ მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა ძალიან ადვილად შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც თქვენ ბრძანეთ, თუნდაც თირკმლის ჯანმრთელობის დასაცავად და პრობლემების თავიდან ასაცილებლად. როგორი არის ცხოვრების წესის თავისებურება, მაშინ, როდესაც ადამიანს უკვე აქვს თირკმლის ესა თუ ის პათოლოგია. ასეთ დროს რამდენად გასათვალისწინებელია ცხოვრების წესის ადაპტაცია, საჭიროა თუ არა, მაგალითად, თირკმლის პრობლემები, როდესაც არის მწვავე ან ქრონიკული, ასეთ დროს ცვლის თუ არა დიაგნოზი და თირკმლის მდგომარეობა ადამიანის ცხოვრების წესს. ხო, რასაკვირველია, როდესაც უკვე დიაგნოზი დადასტურებულია, თირკმლის სხვადასხვა პათოლოგიით, ასეთ შემთხვევაში სწორედ ჩვენი ექიმების, ნეფროლოგების საუბარი პაციენტებთან იწყება იმით, რომ მათ კიდევ უფრო მეტი კრიტერიუმების დაცვა ჭირდებათ იმისთვის, რომ უმეტესი დაავადებები, რომელიც არის ქრონიკული, ამ შემთხვევაში რო ვილაპარაკოთ, ეს არის ხანგრძლივი დაავადებები, რომლებიც ხანგრძლივ კურნალობას გულისხმობს და შესაბამისად ამ ხანგრძლივ კურნალობაში პირველი იწყება ამ ცხოვრების წესის შეცვლით. იმიტომ რომ აი ის არასწორი ცხოვრების წესი, რაც თქვენ აღნიშნეთ, უშუალოდ მოქმედებს იმაზე, რასაც ქვია ცუდად მენეჯირებული წნევა, თუ გლუკოზის ცვლის დარღვევა, თუ თქვენთვის კარგად ცნობილი მეტაბოლური სინდრომი და ასე შემდეგ, რომელიც წარმოადგენს მაღალ პროცენტში თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარების რისკს. რაც შეეხება თირკმლის მწვავე უკმარისობას, თქვათ, მწვავე დაზიანებებს, უფრო სწორედ, რომელიც არის ასეთი შემთხვევები ხშირად სტაციონარულ კურნალობას გულისხმობს და კარგ შემთხვევაში პრაქტიკულად შეიძლება თირკმლის ფუნქცია სრულადაც აღდგეს, თუმცა ეს სრულებით არ გულისხმობს იმას, რომ ცხოვრების რეჟიმი უნდა შეიცვალოს. დაავადებების მანიფესტაციამდეც რო არ მივიდეთ იქამდე, რასაც ქვია უკვე გამოვლენილი დაავადება და შემდგომ უფრო განსაკუთრებით ერთმნიშვნელოვნად პირველი ეს არის ცხოვრების წესის შეცვლა. და აღარ განმეორდები, რაც ჩამოვთვალე, იმიტომ რომ ეს ასეთი წესი კვებისაც, ძილისაც, თუ ფიზიკური აქტივობისაც თუ ასე შემდეგ, ერთმნიშვნელოვნად ძალიან სერიოზულად გახდენს თირკმლის ფუნქციაზე გავლენას და აქვე დავამატებდი ამ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად მიწევს ისეთი განსაკუთრებით ახალგაზრდების ნახვა, რომელიც აი ამ ფიტნეს დარბაზებში გადაჭარბებული პროტეინებით დატვირთვით უფრო მეტ რისკს უქმნიან ხოლმე ზოგჯერ თავის ჯანმრთელობას, ვიდრე ჩვეულებრივი სწორად შერჩეული ვარჯიშის დროს. იმიტომ რომ ასეთი ჭარბი რაოდენობით და არასწორად ხშირ შემთხვევაში ამ პროდუქტების მოხმარება გავლენას ახდენს თირკმლის ფუნქციაზე. მოდით ამაზე ცოტა უფრო დეტალურად ვთქვათ. და ვთქვათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა.
ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ახალგაზრდები ცდილობენ განსხვავებული ცხოვრების წესი აირჩიონ და საკუთარ ყოველდღიურობაში გაითვალისწინონ ფიზიკური აქტივობა, მეტი ყურადღება დაუთმონ კვებას, განსაკუთრებული სიფხიზლე გამოიჩინონ ცხოვრების წესის ფაქტორების მიმართ ზოგადად, ჩვენ ეს გვახარებს და ძალიან სასიამოვნოა. თუმცა თქვენ ბრძანებდით რისკზე, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ სახის დანამატთან, სადაც სიფრთხილე არის საჭირო, თუნდაც თირკმლის ჯანმრთელობის კონტექსტში. რატომ არის სახიფათო, მაგალითად, ცილოვანი პროდუქტებით, ანუ ეგრეთ წოდებული პროტეინური ნაკრებებით დატვირთვა თირკმისთვის? თირკმელს რას დაუშავებს? ხო, აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი პროდუქტების მიღება არ არის კარგად გათვლილი დოზირების მიხედვით. ამიტომ იმისთვის რომ ახალგაზრდებმა კუნთოვანი მასა გაზარდონ და ეხლა ძალიან ხელმისაწვდომია ეს პროდუქტები და მათი არასწორი მიღება გარდა იმისა რომ ზრდის კუნთოვან მასას ამავე დროს ჭარბი ცილოვანი დატვირთვა თლად სიღრმეებში რო არ წავიდეთ მარტივად რო ვთქვათ ზრდის თირკმლის ფილტრაციას, რის შედეგადაც მე რატო აღვნიშნე ეს რომ ძალიან ხშირად მოდიან უფრო მეტად ახალგაზრდები აი ამ არასწორი პროტეინური კვების დატვირთვის შედეგად, რომელთანაც თირკმლის ფუნქცია არის გაუარესებული, იგივე აზოტოვანი ცვლის პროდუქტები, მათ შორის კრეატინი არის მომატებული, თუმცა ჩატარებული კვლევებით შესაძლოა ეს არც ჯდებოდეს იმაში, რომ ეს ახალგაზრდა სპორტსმენი კაცი ამ რისკ ჯგუფში არ უნდა იყოს. თუმცა უფრო სიღრმეებში ჩასვლის მერე აღმოჩნდება, რომ აი ამ გარდა სიმძიმეების დატვირთვისა აქტიურად წლების განმავლობაში ხდება ჭარბად აი ამ პროტეინების მიღება. ხშირ შემთხვევაში უკონტროლოდ. იმისთვის რომ ვთქვათ ის ცვლილებები რაც გამოვლინდა შემდგომ ასეთ ახალგაზრდებს ვიბარებს სადღაც 2-3 კვირის ერთი თვის მერე როცა შეწყვეტენ ისინი ასეთ ზედმეტ გადაჭარბებულ დატვირთვას გადაჭარბებულ ამ პროტეინების მიღებას და აი ამის მერე ხშირ შემთხვევაში სრულიად შეცვლილი არის ანალიზები. ხა რამდენად მერე ისინი ან ისე უბრუნდებიან რახან ნახავენ და რამდენად აგრძელებენ უკვე ამის კონტროლი ხშირ შემთხვევაში მაინც ნაკლებად ხდება, იმიტომ იმდენად დიდია სურვილი აი ამ კუნთოვანი მასის მომატებისა. მე იმედი მაქვს თქვენს ნათქვამს გაითვალისწინებენ. რაღაც ნაწილი მაინც გაითვალისწინებს იმისთვის რომ გადაწყვეტილებით არ მოუტანონ დატვირთვა და ზიანი თირკმელს. მით უფრო რომ ამოცანის გადაჭრა შეიძლება სხვაგვარადაც მე შემიძლია მაყურებელი დავარწმუნო, რომ კუნთოვანი მასის გაზრდაც შეიძლება და კუნთის გამძლეობის გაძლიერებაც შეიძლება სწორი შეხამებით საკვები პროდუქტების დაბალანსებული კვების ფარგლებში. და დავუბრუნდებით კიდევ ერთ თემას, რომელიც თავიდან ვახსენე, ეს არის სეზონი. რასაკვირველია ის რომ ჩვენ ვიცვლებით ჩვენი სიცოცხლის მანძილზე ეს არ არის ახალი და ადამიანებისათვის სრულიად ლოგიკური და გასაგებია რომ ჩვენს ცვლილებასთან ერთად იცვლება ორგანოთა მუშაობის თავისებურება შესაძლებლობები. თირკმელი არ არის გამონაკლისი და მას უზარმაზარი სამუშაო აქვს შესასრულებელი ყოველდღიურად ამდენი სისხლი უნდა გაფილტროს და ბოლოს და ბოლოს შარდად აქციოს. მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სეზონურ ცვლილებებზე და სეზონთან ასოცირებულ რისკებზე ზაფხული ყოველთვის არის ხოლმე საყურადღებო რამდენიმე ფაქტორის გამო. ხშირად ჩვენ საუბრობთ წყლის ადეკვატურ მოხმარებაზე. ყოველდღიურ ჩვენს ცხოვრებაში და ზაფხულში წყლის ადეკვატური მოხმარება სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება. მეორე მხრივ გასათვალისწინებელია თირკმლის ჯანმრთელობის კონტექსტში. აქვე გასათვალისწინებელია მაგალითად გამაგრილებლად ზოგიერთი ალკოჰოლური სასმელის გამოყენება, რაც ხშირ შემთხვევაში კითხვას ბადებს, მაგალითად ლუდის მიმართ განსაკუთრებული სისუსტეები, რომელიც მამაკაცებს გამორჩეულად უყვართ ხოლმე ზაფხულში ეს თემა. აქ არის საკვები პროდუქტების თავისებურება, როდესაც სეზონური სიუხვე ბოსტნეულისა და ხილის რაციონსაც ცვლის და მათ შორის ცვლის იმ ბალანსს, რომელიც არის ჩვენს ორგანიზმში. მოდით აი ამ რამდენიმე ფაქტორს გავყვეთ, ცხადია ყველა საკითხს ვერ მოვასწრებთ, რომელიც სეზონს უკავშირდება, მაგრამ აი ამ გამოყოფილ ფაქტორებზე ვისაუბროთ და იმ რისკებზეც, რომელიც შეიძლება თირკმელს უკავშირდება.
კეთილი, მოდით ჯერ ლუდიდან დავიწყოთ. გამომდინარე იქიდან, რომ თავისთავად ლუდი არის უჯერი ხსნარი, რაც ნიშნავს, რომ მასში არ არის მინერალიზაცია. ამიტომ ლუდის მიღების შემდეგ ხდება ფიზიოლოგიურად დიურეზის ფორსირება და ზოგიერთ ან შარდვა გაძლიერებული დიახ და ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც არის აქ რაიმე ტიპის უროლოგიური პრობლემა, საშარდე გზების ინფექცია ან კონკრიმენტები, როდესაც ექიმი ჭარბის სითხით, შედარებით ჭარბის სითხის დატვირთვის რეკომენდაციას აძლევს პაციენტი. ძალიან ხშირად პაციენტი ამას როგორც მისთვის უფრო მოსაწონია, ისეთ დატვირთვას წარმოიდგენს და მათ შორის ლუდით. არა წყლით, არამედ ლუდით ერთავს ორგანიზმს. აქ გასათვალისწინებელია, რომ გარდა იმისა, რომ ეს არის უჯერი ხსნარი, ამავე დროს ის შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. რაც რო დაუბრუნდეთ იმ თემას, საიდანაც დავიწყეთ საუბარი, ჭარბი და ხშირი მოხმარება გარკვეულ კი არა სერიოზულ გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლის დარღვევაზე და მათ შორის ნახშირწყლები აქ მთავარ როლს თამაშობს. რაც შეეხება სეზონურობას, ეს ჩემთვის და ჩემი პაციენტებისთვის, რომლებიც დიდი ნაწილი არის თირკმლის ქრონიკული დაავადებით, გაზაფხულის მოსვლა არის ყოველთვის ძალიან დიდი რისკების შემცველი. იმიტომ რომ ამ დროს, დავიწყოთ თავიდან ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ თირკმლის ფუნქციის გაუარესების დროს გარკვეული მიკროელემენტების და ელექტროლიტების შეკავება და არასწორი ცვლა ხდება ორგანიზმში. ამიტომ არის რომ არ მოხდეს ნატრიუმით გადატვირთვა, ყველა რეკომენდაცია იწყება ნაკლებმარილიანი საკვების მიღებით და ამავე დროს თირკმლის პათოლოგიის დროს ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კალიუმის დაგროვებას ორგანიზმში, რაც ცოტა შორს წასული სიტუაციის დროს განსაკუთრებით არის საშიში და აღარ ვამბობ ტერმინალური უკმარისობის დროს, როდესაც თირკმელჩანაცვლებით თერაპიაზე იმყოფება ადამიანი. იმიტომ რომ ამ დროს ახალი ხილი, იგივე ახალი ბოსტნეული სრულად არის გაჯერებული კალიუმით. და ის რაც ჯამრთელი პოპულაციისთვის პრინციპში ძალიან კარგია და რეკომენდირებულია ახალი ხილის მიღება, თუნდაც მცირე რაოდენობით და არა ჭარბად, ასეთი პათოლოგიის მქონე ბენეფიციარებში ეს არის ძალიან დიდ რისკთან დაკავშირებული, რამე თუ სრულად ხდება ამ კალიუმის დაგროვება, პრაქტიკულად მისი გამოყოფა ორგანიზმიდან არ ხდება და ჭარბი კალიუმი ერთ მნიშვნელოვნად დაკავშირებულია როგორც გულსიძახვთა სისტემასთან, ისე სიცოცხლესთან ზოგჯერ შეუთავსებელ მდგომარეობასთანაც კი. ამიტომ ყოველი გაზაფხულის დაწყების წელს მე არ მეზარება ჩემ ექიმებთან ერთად მუდმივად პირველი რეკომენდაცია იწყება იმის, რომ მაქსიმალურად ზოგ შემთხვევაში სრულად ამოიღეთ ახალი ხილი. სრულად ამოიღეთ ახალი ბოსტნეული. ხადია ეს იმ ადამიანებმა, ვისაც აქვს გამოვლინებული დიახ თირკმლის ქრონიკული დაავადება და ელექტროლიტური დისბალანსი, მათ შორის კალიუმის ცვლის მოშლა. აქედან გამომდინარე, ეს სეზონურობა მაგრამ ეს არ ეხება მარტო გაზაფხულს. როდესაც მოდის ზამთარი და უკვე საზოგადოება იწყებს მოხმარებას ჩირების თუ გამონაწილების თუ ასე შემდეგ, იგივე კომპოტების ან გამომშრალი ხილების, ისიც სრულად არის კალიუმით შევსებული, ამდენად მიუხედავად იმისა, რომ სრულებით არ არის პაციენტებისთვის და ბენეფიციარებისთვის ეს სასურველი ინფორმაცია, მაინც იძულებული ვართ, რომ ძალიან მკაცრად გავაფრთხილოთ. მათ შორის ზოგ შემთხვევაში თვით გარკვეული ტიპის მედიკამენტების კი, რომელიც არის ექსტრასტი და გამონაწილეები, ესეც კი არ არის რეკომენდირებული და ხშირად გვიწევს თავის შეკავება მსგავსი ტიპის მედიკამენტების ან კვებითი დანამატების უფრო ხშირად გამოყენებაზე ამ თირკმლის დაავადებებიდან გამომდინარე. მე ვისარგებლებ შემთხვევით და მაყურებელს გავახსენებ, რამდენად მნიშვნელოვანია გავიაზროთ ნედლი და გამომშრალი პროდუქტების შედარება. მაგალითად, რომ შევადაროთ საკუთრივ ნედლი ქლიავი და შევადაროთ ქლიავის ჩირი.
მასში ეგრეთ წოდებული შაქრის კონცენტრაცია, ანუ ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლის კონცენტრაცია კილოგრამ წონაზე გადათვლით, ანუ ერთეულ წონაზე გადათვლით, გამომშრალ პროდუქტში ბევრად უფრო მეტია. იმიტომ რომ სითხე დაკარგულია და მაქსიმალურად კონცენტრირებულია ეს პროდუქტი. იგივე კანონზომიერება მოქმედებს მინერალებთან დაკავშირებით, ანუ კალიუმი რომ ახსენეთ, როდესაც ჩვენ შევადარებთ ნედ მაგალითად ხილს და შევადარებთ გამომშრალ ხილს, მაგალითად გარგრის შემთხვევაში, რომელიც გამორჩეულად მდიდარი შეიძლება იყოს სწორედ კალიუმით. აღმოჩნდება, რომ გარგრის ჩირში, ანუ 100 გრამ ნედლ გარგარში და 100 გრამ გამომშრალ გარგარში, ანუ გარგრის ჩირში, შედარებისას აღმოჩენთ, რომ 100 გრამ გარგრის ჩირში გაცილებით მეტია კალიუმის შემადგენლობა ვიდრე ნედლ პროდუქტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სეზონურ ჭრილში გასათვალისწინებლად. და დაუბრუნდეთ თემას, რომელიც სეზონთან მიმართებაში განსაკუთრებით აქტუალურია. წყალი და წყლის ადეკვატური მოხმარება. გარემოს ტემპერატურის მერყეობა თანამედროვე ცივილური ადამიანისათვის ისია გარკვეულწილად რისკის შემცველი, იმდენად არის რისკის შემცველი, რომ ჩვენ ამ თემაზე საუბარი გვიწევს ზამთარშიც და ზაფხულშიც. იმიტომ რომ ზამთარში გარემოს დაბალი ტემპერატურის მიუხედავად ჩვენ ხელოვნური გათბობის რეჟიმებს ვიყენებთ საცხოვრებელ გარემოში, სამუშაო გარემოში, ავტომობილშიც კი. მაშინ, როდესაც ზაფხულში ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, გარემოს პირობებში, მონაცვლეობაზე, როდესაც უკიდურესად გაციება და გადაციება ხდება ხოლმე დახურულ სივრცეებში და ეს გაუთავებელი მონაცვლეობა, ტემპერატურის მერყეობა და მასთან ორგანიზმის ადაპტაცია აბსოლუტურად განსხვავებულ ამოცანებს გვიყენებს წყლის ბალანსის შენარჩუნებისთვის. თირკმელთან დაკავშირებით წყლის ბალანსის შენარჩუნება რამდენად მნიშვნელოვანია. რამდენად საგულისხმოა თირკმლის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ სითხის მოხმარებაზე ვლაპარაკობთ. როდის გვჭირდება წყლის კონტროლი, თირკმლის რა პრობლემის დროს არის ეს გასათვალისწინებელი და აი ზაფხულში, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ერთი მხრივ გაზრდილ მოთხოვნილებაზე და მეორე მხრივ თირკმლის მდგომარეობაზე, როგორ უნდა ხდებოდეს ამის ურთიერთშეხამება. ხო, ძალიან კარგი თემა არის ეს თავისთავად, მაგრამ აქაც ძალიან ბევრი ასპექტი არის გასათვალისწინებელი. ერთ მნიშვნელოვნად მაღალი ტემპერატურის დროს ორგანიზმის მიერ ხდება ჭარბი სითხის გაცემა. შესაბამისად, ადეკვატური სითხით და ელექტროლიტებით დატვირთვა, ასე ვთქვათ, წყალმარილოვანი ცვლის კონტროლი არის ძალიან მთავარი. იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ადამიანი გამოშრეს, არ მიიღოს ადეკვატურად სითხე, არ მიიღოს ადეკვატურად ის ელექტროლიტები, რასაც კარგავს დღის განმავლობაში და ამაზე არის ხოლმე ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც მე მიწევდა მუშაობა, საინფორმაციო ტელევიზიითაც კი აფრთხილებდნენ მოსახლეობას, რომ აი ამ მაღალი ტემპერატურის პირობებში მიიღეთ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით სითხე და ეს ასეც უნდა იყოს. თუმცა აქ გასათვალისწინებელი არის მეორე მომენტი, ეს არის ადამიანები გულსის ძახვთა და თირკმლის პათოლოგიით, რომელთაც უჭირთ ადეკვატური სითხის გამოყოფა, ეს ამ შემთხვევაში ლაპარაკი მაქვს შარდის გზით და საჭირო გვიხდება ხშირად ასეთ ადამიანებს მივახმაროთ შარდმდენები. ამიტომ ადამიანები, რომლებიც არიან გულის უკმარისობით თუ თირკმლის ფუნქციის გაუარესებით თუ ერთად და მათ ჭირდებათ ჭარბი რაოდენობით შარდენი, ასეთ ადამიანებს ვერ ურჩევთ განსაკუთრებით ჭარბი რაოდენობით სითხით დატვირთვათ, იმიტომ რომ ვერ ხდება ამ სითხის გამოყოფა და იძულებული ვხდებით ამას მედიკამენტების საშუალებით დავეხმაროთ. აქედან გამომდინარე, მიღებული არის რაღაცა ოქროს სტანდარტი. ეს ლაპარაკი არის მხოლოდ იმ ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც აქვთ მსგავსი ტიპის დაავადებები. შეიქმნა ასეთი კარგი ვარიანტი, ეს არის სასწორი. იმიტომ რომ ზამთარში, ზაფხულში, როგორც თქვენ ბრძანეთ, სითხის აორთქლება და მიღება სხვადასხვანაირად ხდება და კარდიოლოგებთან შეთანხმებით ასე ვქმნით ეგრეთ წოდებულ ოპტიმალურ წონას პაციენტისთვის, რასაც ის ყოველდღიურად ან ყოველ მეორე დღეს აკონტროლებს სასწორის მიხედვით და შესაბამისად უკვე ბინაზე მონიტორინგი მიღებული სითხის და შარდების დოზირების
ახორციელებს თვითონ. ეს ჯერ ერთი სტაციონარში მოხვედრისგან იცავს, მეორეც დამატებითი გართულებებისგან და ის რომ თქვათ სხვა ჯანმრთელ პოპულაციებს მოუწოდებთ რომ ტემპერატურის ცვლილების მატების დროს ჭარბი რაოდენობით უნდა მიიღონ სითხე და ელექტროლიტები, ასეთი პაციენტები უკვე თვითონ აკონტროლებენ რა რაოდენობის უნდა მიიღონ და შესაბამისად ზამთარში და ზაფხულში, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შარდენის დოზირებაც როგორ უნდა შეარჩიონ თავისი ოპტიმალური წონის მიხედვით. ერთი მოკლე კითხვა და მოკლე პასუხი, მინერალური წყალი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ეს არის წყალი, თუმცა განსხვავებული მინერალიზაციის ხარისხით, ანუ მასში მეტია მინერალების შემადგენლობა და მინერალიზაციის ხარისხის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რამდენად მეტია სასმელ წყალთან შედარებით. აი, ასეთ შემთხვევაში თირკმლის პრობლემების მქონე ადამიანებს სჭირდებათ თუ არა გარკვეული სიფრთხილე მინერალურ წყალთან დაკავშირებით? ხო, აქაც რასაკვირველია. საქმე იმაშია, რომ თირკმლის ქრონიკული დაავადების შემთხვევაში ძალიან ხშირად გვაქვს მჟავიანობის მატება და ბიკარბონატის ნაკლებობა. ამიტომ თუ ასეთ პაციენტებს შესაძლოა ექიმთან არც იყვნენ ვიზიტზე ნამყოფი, მაგრამ უძლიერდებათ მოთხოვნილება მინერალური წყლის მიმართ. ბიკარბონატის ითხოვს ორგანიზმი. ტუტეწყლები რომელიც არის. ტუტეწყლები. თუმცა აქ არის კიდევ ერთი პრობლემა. ეს არის ამ წყლებში ნატრიუმის შემცველობა. ხო, სამწუხაროდ ალბათ სწორი არ იქნება, მე ეს წყლები ცალ-ცალკე დავასახელებ, მაგრამ არის დიახ, ბევრი მინერალური წყალი, რომელსაც ქართულ სინამდვილეში მოვიხმართ ძალიან ჭარბად, მაგრამ რომ წავიკითხოთ, იქ შემცველობა ნატრიუმის არის ძალიან მაღალი. ზოგიერთი მინერალური წყლის მიღების შემდეგ არათუ წყურვილის მოკლა პირიქით ამ ჭარბი მარილის მიღების გამო უფრო დამატებითი სითხის საჭიროებაც ხდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, ვთქვათ, მსგავსი ტიპის პაციენტებს ჩვენ ამ მინერალური და სითხით ჭარბი დატვირთვის მაგივრად, ვთქვათ, სხვა მედიკამენტების რეკომენდაციას უწევთ ამ მჟავატუტოვანი წონასწორობის შესანარჩუნებლად, თუმცა ჯანმრთელ პოპულაციაშიც ალბათ ისეთი წესით და ისეთი ფორმით, როგორც საქართველოში ხდება ჩვენი მინერალური წყლების გამოყენება, მიუხედავად მათი ძალიან კარგი ხარისხისა და კარგი ქართული წყლებისა, თლად რეკომენდირებულიც არ არის ნამდვილად. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, სადაც ჯანმრთელობის რისკი უკავშირდება წყალმარილოვან ცვლას. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი ჩვენთან მეგობრობისთვის, მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და დღევანდელი რეკომენდაციებისათვის. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ნეფროლოგი პროფესორი ბატონი გიორგი ფარქოსაძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. ნებისმიერი ორგანოს ჯანმრთელობა საერთო ჯანმრთელობის ნაწილია. თუმცა ცალკეული ორგანოს ჯანმრთელობა თავის მხრივ განსაზღვრავს ჯანმრთელობას. და აი ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით საყურადღებო არის ჩვენი ცხოვრების წესის ფაქტორები, როგორც დღეს გადაცემაში ვისაუბრეთ, რომელიც ნებისმიერი დაავადების, ნებისმიერი ორგანოს ჯანმრთელობის ჭრილში არის საყურადღებო. რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა გვეჩვენებოდეს, ძილი ფიზიკური აქტივობა, კვება, მავნეჩვევების ქონა არ ქონა, ჰიგიენა, განათლება. ისეთივე მნიშვნელოვანია თირკმლისთვის, როგორც გულისთვის ან ნებისმიერი სხვა ორგანოსთვის. დღევანდელმა ჩვენმა გადაცემამ იმედია ამაში დაგარწმუნათ, მაგრამ მე სიამოვნებით კიდევ ერთხელ ზოგადად შევეხები, რომ ჩვენი ჯანმრთელობისათვის რეკომენდებული 150 წუთი კვირაში, როდესაც ნაგულისხმევია 5 დღის განმავლობაში, 30 წუთით აქტივობა, ზომიერი აქტივობა. ეს არის ის რეკომენდაცია, რომელიც ყველა ადამიანისთვის მიზანშეწონილია, თუ რაღაც განსაკუთრებული შეზღუდვა არ აქვს და ამასთან დაკავშირებით ექიმის მხრიდან მითითება. როდესაც ჩვენ საუბრობთ ნორმალური წონის შენარჩუნებაზე, აქ გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი. ერთი, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესით განპირობებული წონის მატება, ჭარბი წონა და სიმსუქნე, რომელიც ჰიპოდინამიას ან ადინამიას, სრულ უმოძრაობას უკავშირდება და ასეთ შემთხვევაში ცხოვრების წესის
ორი ფაქტორი ერთდროულად მოსაწესრიგებელია ფიზიკური აქტივობაც და კვებაც. მაგრამ არის მდგომარეობები, როდესაც ჭარბი წონა და სიმსუქნე, როგორც დამოუკიდებელი ფაქტორი, ისე აზიანებს ყველა სისტემას და განსაკუთრებით დიდი დატვირთვა შეიძლება იყოს ჩვენი თირკმლისთვის. ასეთ შემთხვევაში ოპტიმალური წონის შენარჩუნება იქნებოდა საუკეთესო არჩევანი ზოგადი ჯანმრთელობისთვისაც და საკუთრივ თირკმლის ჯანმრთელობისთვისაც. წყლის ადეკვატური მოხმარება. ჩვენ ამაზე დღეს დეტალურად ვისაუბრეთ და თირკმლის ჯანმრთელობის ერთ-ერთი წინაპირობა. თირკმლის პრობლემებისაგან თავდაცვა იწყება წყლის ადეკვატური მოხმარებით. და თირკმლის პრობლემების დროსაც წყლის შესაბამისი მოხმარება არის ერთ-ერთი საიდუმლო იმისა, როგორ შევინარჩუნოთ დიდხანს თირკმლის ფუნქცია. სასმელი წყლის ალტერნატივა მინერალური წყალი არ გახლავთ. მინერალური წყალი, ეს არის წყალი მინერალებით დატვირთული და ასეთ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ყველაზე პოპულარულ ტუტე წყლებს, აქ ნაგულისხმევი რასაკვირველია პირველ რიგში არის სწორედ ნატრიუმით დატვირთული, ნატრიუმის მარილებით დატვირთული ტუტე წყლები. მათი გავლენა თირკმელზე განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ თირკმლის ჯანმრთელობისათვის ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ წყლის კონტროლი, არამედ ნებისმიერი მარილის კონტროლი და განსაკუთრებით ნატრიუმის ქლორიდის და კერძოდ ნატრიუმის კონტროლი. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ერთი ჩაის კოვზი მარილი დღიური მოხმარებისათვის 5-6 გრამი არის პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანებისათვის რეკომენდებული რაოდენობა. და აქ იგულისხმება არა უბრალოდ ჩაის კოვზით მოპნეული საკვებზე პროდუქტი, არამედ გაფანტული საკვები პროდუქტების შემადგენლობაშიც, ანუ ჯამური რაოდენობა. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაზუსტება, რომელსაც მე ხშირად გიზიარებთ. დაზუსტება, რომელიც უკავშირდება არა უბრალოდ ნატრიუმის ქლორიდს, ანუ სუფრის მარილს, ჩვენს ჩაის კოვზე დაყრილს, არამედ მასში ნატრიუმის შემცველობას 2300 მილიგრამი. ასე არის განსაზღვრული ის ოპტიმალური რაოდენობა, რომლის გადაჭარბებაც შეიძლება იყოს საყურადღებო, ხოლო თირკმლის დაავადებების დროს ჩვენ ხშირად გვჭირდება მისი კიდევ უფრო მკვეთრად შეზღუდვა, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პრაქტიკულად განახევრებულ რაოდენობაზე ან პრაქტიკულად უმარილო დიეტაზე. გასათვალისწინებელი ალკოჰოლის გავლენა ცხადია თირკმლის ჯანმრთელობაზე და აქ ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ალკოჰოლშემცველი პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები, 40 გრადუსი არაყი, 6-7 გრადუსი ლუდი, 12 გრადუსი ღვინო. თითოეულ მათგანს აქვს განსხვავებული დატვირთვა თირკმლის ჯანმრთელობასთან მიმართებაში და განსაკუთრებით საგულისხმოა ნახშირწყლებით დატვირთული ლუდის გამოყენება, მით უფრო რომ ალკოჰოლშემცველი პროდუქტების შარდმდენი ეფექტი ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მინერალების ბალანსის ცვლილება და ალკოჰოლის არარაციონალური მოხმარების შემთხვევაში ნატრიუმის და კალიუმის თანაფარდობა ძალიან ხშირად ირღვევა ორგანიზმში, რაც თირკმლის პრობლემების მქონე ან თირკმლის პრობლემების რისკის მქონე ადამიანებისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა. შაქარი თავისთავად არ იწვევს თირკმლის დაავადებას. შაქრის ფხვნილის მოხმარებაც კი, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ მდგომარეობაზე, როდესაც ნახშირწყლოვანი ცვლა შესაძლოა დარღვეულია და აი ნახშირწყლოვანი ცვლის სისტემატური დარღვევა ნამდვილად აზარალებს თირკმელს. ამის საუკეთესო მაგალითი გახლავთ შაქრიანი დიაბეტი და შაქრიანი დიაბეტის ფონზე დაზარალებული თირკმელი. ხოლო თავისთავად ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების სისტემატური გამოყენება გულისხმობს ფუჭი კალორიების მიღებას, პრაქტიკულად არ მიღებას საკვები ნივთიერებებისა და სამაგიეროდ იმ ანთების ხელშეწყობას, რომელიც ყველა სისტემისთვის საყურადღებოა და განსაკუთრებით საყურადღებოა თირკმლისთვის. როდესაც მე ხილსა და ბოსტნეულზე გესაუბრებით, როდესაც ჩვენს კვების შუქნიშანზე ვსაუბრობთ, მე აუცილებლად თირკმელთან მიმართებაშიც მინდა გთხოვოთ მიაქციოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, ჩვენ შუქნიშანში პროდუქტები თავიანთი ნატურალური ფერით არის განთავსებული შუქნიშნის პრინციპის შესაბამისად. მაგრამ თუ შევხედავთ თირკმელთან მიმართებაში, აქ არის როგორც კალიუმით დატვირთული პროდუქტები, ასევე კალიუმის ნაკლებად შემცველი პროდუქტები. აი მაგალითად, მოდით ერთმანეთს შევადაროთ. ისპანახი, რომელიც მდიდარია კალიუმით, სტაფილო, რომელიც მდიდარია კალიუმით, თუ გნებავთ ჭარხალი, რომელიც მდიდარია კალიუმით და ამ დროს სამფერი ვაშლი, რომელიც შედარებით ნაკლებად შეიცავს კალიუმს. მაგალითად, ბანანი, რომელიც მდიდარია კალიუმით, მაგალითად, გარგარი, რომელიც მდიდარია კალიუმით და მაგალითად კომბოსტო,
რომელიც შედარებით დაბალი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, თუნდაც კარტოფილთან შედარებით, ან ყვავილოვანი. აი ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი პროდუქტის გააზრება საყურადღებოა და ამ კალიუმის თემას მე სულ რამდენიმე წუთში დაუბრუნდები, როდესაც გაგახსენებთ, რომ ნებისმიერი ორგანოს, ნებისმიერი სისტემის ჯანმრთელობისათვის ჩვენ ვლაპარაკობთ წონასწორობაზე, იმიტომ რომ ჯანმრთელობა არის წონასწორობა და ჯანმრთელობის შერყევა გულისხმობს წონასწორობის დარღვევას. ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ სწორად დარღვეული წონასწორობა არის ავადმყოფობა. და წონასწორობა კვებაში ნიშნავს სულ ცოტა ხუთი ჯგუფის, სულ ცოტა ხუთი ფერის პროდუქტების გამოყენებას და განსაკუთრებით მრავალფეროვნებას, სისარტყელა თეფშზე. ეს გამოთქმა ყოველდღიურად გესმით თქვენ ჩემგან. ეს არის პრინციპი, რომელიც ორგანიზმის ჯანმრთელობის წონასწორობაში შენარჩუნების შესაძლებლობას გვაძლევს და ეს წონასწორობა დატანილია თეფშზე. მაგრამ თუ ჩვენ აი ამ კანონზომიერებას გავყვებით, რა ქმნის რისკს ჩვენი ჯანმრთელობისათვის და თირკმლის ჯანმრთელობისათვის, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფაქტორი გახლავთ არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევა. მაღალი წნევა არის თირკმლის მტერი. და ამიტომ ყველა ის სქემა, ყველა ის მოდელი კვებაში, რომელიც არტერიულ ჰიპერტენზიას თავიდან აგვაცილებს, გვეხმარება თირკმლის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. სწორედ ასეთი მოდელი გახლავთ დიეტური მიდგომა არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად. ეს მოდელი თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობია და ეს ქართულად თარგმნილი და ადაპტირებული ვერსია ჩემი წიგნიდან, ასევე თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი რეკომენდაცია. თუმცა საკმარისია მხოლოდ წნევისგან დავიცვათ, მაღალი წნევისგან დავიცვათ თირკმელი, არა. არის საკვები ჯგუფები, რომელიც განსაკუთრებული სიფრთხილით და ყურადღებით უნდა გამოვიყენოთ. პირველ რიგში ეს გახლავთ ცილა. და ცილასთან მიმართებაში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ როგორც ცხოველური, ასევე მცენარეული წარმოშობის ცილა. და აქ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ცილის შემადგენლობას, ცილის სრულფასოვნებას. არა უბრალოდ რაოდენობრივად უნდა ვაკონტროლოთ ჩვენ ცილა, არამედ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ცილის თვისობრივ მახასიათებლებს, ანუ მის შემადგენლობაში რამდენად არის აუცილებელი ამინომჟავები. თუ აუცილებელი ამინომჟავები პროდუქტში არ არის, ეს აზარალებს ჩვენს ჯანმრთელობას და მათ შორის თირკმლის ჯანმრთელობას. ამიტომ თუ ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგავართ, თუ ჩვენ გვჭირდება თირკმლის ჯანმრთელობის გამო ცილის მოხმარების კონტროლი და შეზღუდვა, ეს არ უნდა გავაკეთოთ მაღალხარისხოვანი ცილის ხარჯზე. ანუ ჩვენ უნდა დავტოვოთ რაციონში ის პროდუქტები, ის ცილოვანი კომპონენტები, რომელიც ყველა აუცილებელ ამინომჟავას შეიცავს და წინ დახედულებით გამოყენოთ ის პროდუქტები, რომელიც არ არის ყველა ამინომჟავით გამორჩეული. აქ ჩვენ შეგვიძლია რაოდენობაც ვაკონტროლოთ და აუცილებლად ამ რაოდენობაში, რომელიც ჩვენთვის არის ნებადართული, მხოლოდ მაღალი ხარისხის ცილა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ყველა აუცილებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამინომჟავა მოხდეს ჩვენს ორგანიზმში. როდესაც თირკმლის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვაუწყდეს თირკმელში მიმდინარე ერთ-ერთი პროცესი, რომელიც დ-ვიტამინის გარდაქმნას უკავშირდება. დიახ, დ-ვიტამინის ცვლაში თირკმელს უზარმაზარი წვლილი მიუძღვის და სწორედ თირკმლის პრობლემების გამო შეიძლება დაზარალდეს დ-ვიტამინის ცვლაც და კალციუმის მეტაბოლიზმის. და დ-ვიტამინის ადეკვატური მოხმარება საკვები პროდუქტებით, როგორ არის შესაძლებელი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების გამოყენებით, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს მასთან ერთად კალციუმის ცვლა და კალციუმის შემცველი პროდუქტების გამოყენება და აი ამ პროდუქტებში ცხადია მარტო ძის ნაწარმი არ იგულისხმება, იმიტომ რომ ცილის კონტროლის დროს ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგან ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მაგალითად ბროკოლი თუ თავხოვულა კომბოსტო. ასეთ შემთხვევაში არჩევანში ძალიან დაგვეხმარება კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც უკავშირდება ჩემ მიერ ნახსენებ კალიუმს. დიახ, კალიუმის შემცველობა ბროკოლიში უფრო მაღალია, ვიდრე თავხოვულა კომბოსტოში. ამიტომ თუ თქვენ თირკმელთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ, ერთი მხრივ გჭირდებათ მაგალითად კალციუმ შემცველი პროდუქტის მიღება, გჭირდებათ კალიუმის წონასწორობის შენარჩუნება, მაშინ არჩევანი ფიქრობ გასაგებია. და ყველა ის პროდუქტი, რომელიც კალიუმით განსაკუთრებით მდიდარია, ცხადია, აქ ყველა არ არის, მაგალითად არ იყო ისპანახი, არ იყო პომიდორი, არ იყო მაგალითად ჩემი მიერ უკვე ნახსენებელი სტაფილო ან ჭახარი, ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვენს ყოველდღიურ რაციონში. ფოსფორი.
ხშირ შემთხვევაში ამ ელემენტზე ნაკლებად საუბრობენ ხოლმე, არადა თირკმლის ჯანმრთელობისათვის კალციუმის და ფოსფორის თანაფარდობას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. აი როგორც კალიუმის და ნატრიუმის თანაფარდობა არის მნიშვნელოვანი, ასევე არის მნიშვნელოვანი კალციუმის და ფოსფორის თანაფარდობა. ყველა ეს პროდუქტი, რომელიც ახლა ჩვენს ბანერზეა, ხორცი იქნება თევზეული, ლობიო თუ მაგალითად სხვადასხვა სახის თესლი კვერცხთან და რძის ნაწარმთან ერთად მდიდარია ფოსფორით, მაგრამ კიდევ უფრო უჩვეულოდ ჟღერს იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ფოსფორის შემცველობასთან დაკავშირებით. თუ თქვენ ექიმმა გირჩიათ, რომ ფოსფორი უნდა აკონტროლოთ და ფოსფორი დატვირთული პროდუქტები არ მიიღოთ დიდი რაოდენობით, მაშინ თქვენ შეიძლება უარს ამბობთ წითელი ხორცის დიდი რაოდენობით მოხმარებაზე, არ მიირთმევთ ლობიოს, მაგრამ მიირთმევთ გაზიან სასმელს, რომელიც მდიდარია ფოსფორით. მაგალითად, მიირთმევთ ლუცს, რომელიც მდიდარია ფოსფორით, სოსის საყოლებთ, ჰამბურგერს მიირთმევთ ან დაშაშხულ და შებოლილ ხორცს პროდუქტებს ბეკონის სახით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში თქვენ დიახ აშკარა წყარო ფოსფორის თითქოს შეზღუდეთ, არადა იღებთ ისეთ პროდუქტებს, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით ფარული ფოსფორის შემცველია. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გაგახსენოთ. ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ცალკეულ პროდუქტებზე. ეს იყო ჩამონათვალი, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ორგანიზმის წონასწორობა, დავიცვათ ცალკეული სისტემები და ორგანოები, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ მიკროსამყაროს, რომელსაც ჩვენი სხეულით ვატარებთ. მართალია, საგანგებოდ აქ არ არის ნაწლობის მიკრობიომი და მიკრობიოტა წარმოდგენილი, მაგრამ გარწმუნებთ, მასაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვის თირკმლის ჯანმრთელობაში, ისევე როგორც ჩვენი ორგანიზმის წონასწორობაში, რომელიც წონასწორობის შემთხვევაში ჯანმრთელობაა და წონასწორობის დარღვევის შემთხვევაში დაავადება. მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.